კიდევ ერთხელ მოგესალმებით მეგობრებო. მიმდინარეობს ფიქის პროცესი. წინა თამაში მოიგო ენაზე რანდომ თიმმა, რომელიც ახლა წარმოდგენილი არის Purple Team-ის სახით. და ფიქები ასეთია: კორკი და ბრაუნი ბოტლენზე, ჯანგში გრაგასი, ხოლო მოწინააღმდეგის მხრიდან რექსა ისევ ჯანგშია. სავარაუდოდ ალისტარი ითამაშებს სუპორტად. სპუკეჰიც სავარაუდოდ ფიქრობს ტრისტანას აღებას. კი, ნამდვილად ტრისტანა აიღო. ნახოთ ტრისტანა როგორ ითამაშებს. წინა ხელში ვეინიც შესანიშნავად ითამაშა, პენტაკილი გააკეთა და ძალიან დიდი როლი შეიტანა გუნდის გამარჯვებაში. ბოლო თიმფაიტშიც გამოიჩინა თავი. ვიქტორი იქნება მიდლეინზე. ნახოთ წინა ხელი გერგომ ასეთ ითამაშა. საკმაოდ ნორმალურად კი მიდლეინზე იქნება ვიქტორი. ნახოთ მის მოწინააღმდეგედ ვის აიღებს დეფნაით ზრგი. ელიბლი როგორც ვიცით ტოპ ლეინერია. Purple Team-მა ბოლო ფიქად ტოპ ლეინერი აირჩია. ნახოთ სავარაუდოდ counter picks აიღებენ ელიბლისას. ნიჩი ორიანა, ასე გადაწყვიტეს. თიმის წევრებმა. უკონგი ტოპში დარიუსის წინააღმდეგ, ხოლო მიდლეინზე ორიანა გადაწყვეტეს. ნამდვილად. ნახოთ. ძალიან კარგი კომბო არის, ჩემი აზრით ძალიან დაამშვენებდა ამ ყველაფერს იასუო მიდლეინზე. კარგი იქნებოდა ნამდვილად, მაგრამ ორიანა გადაწყვეტეს, ასევე შესანიშნავი დემეიჯით და ძალიან გამოსადეგი არის teamfight-ში. უკონგიც ვიცით, მისი ულტიმეიტი ძალიან კარგი არის და საჭირო. გრაგასიც ძალიან საჭირო ჯანგლერია, ერთ-ერთი საუკეთესო დღევანდელ მეტაში. დღევანდელ პატჩზე და ასე შემდეგ. კორკი ტრისტანას წინააღმდეგ სუპორტები ბრაუმი და ალისტარი. ნახოთ დაველოდოთ დილეის, ჩვენ მალე დაგიბრუნდებით. საკმაოდ კარგი ფიქებია, გამორჩეული ისეთი რომ ვთქვათ რომ რომელიმე გუნდს უპირატესობა აქვს. ასე ნამდვილად არ არის, ყველაფერი მოთამაშეების პროფესიონალიზმზე და მათ თამაშზეა დამოკიდებული, თუ რამდენად არ დაუშვებენ შეცდომებს და გამოიყენებენ მომენტებს. ჩვენ მალე დაგიბრუნდებით, როგორც კი დილეი დამთავრდება.
Welcome to Summoner's Rift. Thirty seconds until minions spawn. ჩვენს დავბრუნდით, თამაში დაიწყო. ბაი სტანდარტულია. Minions have spawned. ნახოთ როგორ განვითარდება ახლა მოვლენები. Blue Teams აუცილებლად მოსაგები აქვს, თუნდაც მათ პირველ ადგილზე გასვლა და ტურნირში გამარჯვება. ესეც პირველი დემეიჯი ჩემპიონებზე. საინტერესო პიკებია მიდში. ორიანა ვიქტორის წინააღმდეგ. აქ free farm-ი აქვს. Red Teams. HP დაკლებულები დაბრუნდნენ ლეინზე. Blue Teams წარმომადგენლები. ასევე free farm-ი აქვს დარიუსსაც. მაგრამ რა თქმა უნდა მოწინააღმდეგეც არ რჩება ისე. უკონგი უკვე 2 ლეველი არის და ასე დაბრუნდება ლეინზე. გრაგასი ძალიან კარგი პიკი არის. ჯანგლში გრაგასი ვიცით რომ ძალიან კარგი არის და გამორჩეული არის team fight-ებში იქიდან გამომდინარე რომ მისი ულტი საერთოდ რეევს სიტუაციას მოწინააღმდეგე გუნდში მათ პოზიციონირებას საერთოდ ანადგურებს და ძალიან რთულია იმ გრაგას ულტის შემდეგ ისე გადაადგილება თიმისთვის მოწინააღმდეგე თიმისთვის რომ მათ აღიდგინონ პოზიციები. აი ეგ პირველი შეტევა ორიანამ გაფლეშა, მაგრამ ვერ მოასწრო first blood-ი ისევ რექსაის. ძალიან კარგი ტანკი იყო, მოდით კარგად გადავახვიოთ და ვნახოთ სპორტი. აქ საიდან მოვარა რექსაიმ კარგად დაინახეთ, შენელებულ კადრში ვნახოთ კიდევ ერთხელ. აი რექსაი როგორც ხედავთ უკნიდან უახლოვდება, კი აქვს ვარდი ორიანას, მაგრამ მეორე მხრიდან გავიდა, ესეც რექსაის შეტევა. კარგი ერბროუნი. გაფლეშა, მაგრამ ეს ფლეში დიდად არ დაეხმარა მას. აქაც ფლეში რექსაისგან და მშვენივრად მიიღეს მათ პირველი first blood-ი. მოდით დავბრუნდეთ ახლა მოვლენებთან. აქ ლაპეჟი ცდილობს engage-ს, ეხმარება ორივე გუნდს თავიანთი ჯანგლერები. აი აქ გრაგასი არის შეტევის ქვეშ, ვნახოთ მოასწრებს თუ არა გაქცევას, ვერა შესანიშნავი კილი აიღო სპუკეხმა, ახლა მეორე დაბლ კილი და ვნახოთ გაასწრებს თუ არა, კორკი არა, ვერ გაასწრებს აქიდან. ძალიან კარგად ითამაშეს, მაგრამ ეს თუ არ ვცდები, ეს კილი ტრისტანას უფრო გამოადგებოდა ვიდრე ჩვენიერი თამაში იყოს, -3 Red Team-ის სასარგებლოდ საერთო ჯამში 4 კილით არიან უკვე წინ და როგორც წინა თამაშზე ძალიან აგრესიულად თამაშობენ ისინი ახლაც. აქ აშკარად უკონგი დაჯაბნა დარიუსმა, როგორც ვიცით. ნახოთ რა გამოუვათ. თერიბი საკმაოდ კარგი ტოპ ლეინერია, ფიორა თიმის თამაში ვნახეთ, უკონგი ნამდვილად არ გვინახავს, ნახოთ რა გამოუვათ. აქ დარიუსი ცდილობს პატარა ბაითის გაკეთებას. აქ power damage იღებს ალისტარი. იგი არაფერი. აი ეგ დარიუსი არის განკის ქვეშ, ფლეში და ძალიან დიდ დემეიჯს აკეთებს Q-ი. თითქმის თანაბრად არიან ისინი ახლა, აი ნახოთ
და რა კარგად თამაშობს დარიუსი, დაბლ კილი აიღო, მას განკავდნენ, შესანიშნავად თამაშობს. ყოჩახ გრიმელიks ძალიან კარგი თამაში ნახეთ დარიუსისგან, თითქმის 30%, 40% HP-ით. განკიც მოიგერია და დაბლ კილიც აიღო. უკონგი დაბრუნდება თავის ლაინზე, უკვე ძალიან დიდი უპირატესობა აქვს მოპოვებული Red Team-ს, ნახოთ Blue Team-ი რას მოიმოქმედებს. Team fight-ებში რას იზავენ, ლეინზე როგორც ხედავთ, bot lane-ი და top lane-ი უკვე დაიჩაგრა. Mid lane-ზეც იყო განკი და ძალიან კარგად იყენებს ამას Red Team-ი, ყველა განკი დასრულდა მათთვის ძალიან სასურველი შედეგით. Push-ups bot lane-ი ვარდის გარეშე, მაგრამ ალისტარი ვარც ახლა დადგავს აუცილებლად. ხედავთ დრაგონთან pink wars. სკრაბის აღებას ცდილობს და დარიუსმაც დავარდა თავისი არეა. ხედავთ ვიქტორს და ექსაის ერთად. დაბრუნდებიან ისინი ლეინებზე და რექსაი როგორც ხედავთ აიღებს სკრაბს და საინტერესოა დაგანკავს თუ არა ტოპს, მაგრამ არ ამბობია და ძალიან იფუშებოდა Tower Dive-ს მოერიდებიან. რა იხედავთ დარიუსი რამხელა დემეიჯს აკეთებს, არ ერიდება Tower-თან ამის გაკეთებას. უკონგი ძალიან დაიჩაგრა უკვე. მე-7 წუთია და ის უკვე 25-ით აგებს farms და თან უკვე მოკლეს. დარიუს 2-0 აქვს ფრაგი. ძალიან არის ასე ვთქვათ წინააღმდეგესთან შედარებით, ნახოთ გრაგასი მოახერხებს თუ არა 4 ლეველი გრაგასი მის განკს. აქ არა ვერაფერს ვერ ახერხებენ პირიქით. ეხლა აქედან Tower Dive-ს ნახავთ, საინტერესოა. არა, ტორეთს უტევენ, სავარაუდოდ მაგრამ მის განადგურება შეეცდებიან, ახლა ვნახოთ დარიუსი რას იზავს. არა Tower Dive და მოწინააღმდეგე 2-50% HP-ზე დატოვებს. მithana's დააგროვა. მაგრამ იგი ხედავთ, წესთ უნდა მიეხმაროს, რომელიმე გუნდებმა, მაგრამ არა. ვერ ახერხებენ ამას. ძალიან აგრესიულად ეთამაშებიან და ძალიან ესე დარიუსმა დიდი დემეიჯი მიიღო ძალიან Tower-ისგან სავარაუდოდ გადავლენ ისინი. არა, რექსაი გადადის. ვნახოთ მოახერხებს თუ არა მოკლას. შვენიერი კილი აიღო და ფლეშით გაეცალა დებარეობას და ახლა დარიუსი აიღებს კიდევ ერთ კილს. შვენივრად თამაშობენ. აი, ამდენი ხნის განმავლობაში იყვნენ Tower-ის ქვეშ, მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე. ორი მოთამაშე და მხოლოდ ახლა დაბრუნდა ორიანა მათ დასახმარებლად. და ძალიან გვიანი იყო ეს. 8-0-ზე. ძალიან წინ არის Red Team-ი ჩემპიონებასთან. უკვე დიდი პირადობა აქვს მოპოვებული. აქ აი შესანიშნავად თამაშობს Tristana. ძალიან კარგად. კილი აიღო ბოტზე. ძალიან დაჩაგრეს ბოტინი ნამდვილად. საწყის თამაშებზე, საწყის ეტაპზე, early game-ში ყველა ლაინზე დაიჩაგრა. Tower-ს აღებასაც მოახერხებენ სავარაუდოდ. არა. ძალიან აგრესიულად თამაშობს Red Team-ი. ძალიან კარგი განკები აქვს Rek'Sai-ს. როგორც ხედავთ, დემეიჯს ვინც აკეთებს გუნდის სამი მოთამაშე Rek'Sai, Darius და Tristana ისინი ყველანი 3-0-ზე ფრაგებით არიან. Rek'Sai-ს 3 ასისტიც აქვს ემოდან. early game-ში საკმაოდ გაფრთხილდა. აი გუტევს ორიანას, ნახოთ. აი ისინი 3 არიან, მოერიდება, უნდა ბლუს აღება, მაგრამ არა. აი აქ დარიუსი ეხმარება თავის გუნდს, ნახოთ ვერ დაიჭირა. აქ მოახერხებს გაქცევას. მოახერხა აქ ორიანას ულტი, ვიქტორი მოახერხებს გაქცევას. არა, ვერ მოახერხა, კარგი კილი გრაგასისგან და ეხლა ამ ყველაფერს შეეწირება აუცილებლად
Rek'Sai და double kill-ი blue team-ისგან დაეხმარა მათ ლაპეჟი, ბრაუნი და მოახერხეს ამ პატარა teamfight-ის მოგება. ძალიან დიდ დემეიჯს აკეთებს, ძალიან დიდ დემეიჯს აკეთებს დარიუსი ახლა რომ არა ლაპეჟი დარწმუნებული ვარ ის მიუბრუნდებოდა ორივე მოწინააღმდეგეს. აქ ორიანა არის მარტო ლენზე. ლაპეჟი ეხმარება უკონგს. რომ ცოტაოდენი წონასწორობა მაინც აღადგინოს დარიუსთან, იმიტომ რომ საშინელი აუთფარმი აქვს ახლა მას. ძალიან დიდი აუთფარმი აქვს უკვე 45-ით 43 მინიონი და ეგ უკვე ტრისტანა და ალისტარიც დრაგონს იღებენ ძალიან მშვიდად, მაგრამ არავინ არ უშლის, ესეც პირველი დრაგონი მოხდეს. ძალიან დიდი advantage აქვს Red Teams. დრაგონი, ტაუერი, 7 kill-ი განსხვავება, 5k goldi, 6k უпростоრე. თუ ასე გააგრძელა Red Team-მა თამაში, სავარაუდოდ early finish ნახავთ თამაშისას. წინა თამაში ძალიან საინტერესო იყო, ნუ ესეთ დასაწყისი არ ქონია, რა თქმა უნდა, მთელი თამაში თანაბრად მიმდინარეობდა ბრძოლა. რომ არა ვეინის პენტაკილი ალბათ კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა. აქ Rek'Sai უკვე მოწინააღმდეგის ჯანგში თავისუფლად ფარმავს გოლემს. გრაგასიც არის. არა, არ შევიდა მასთან ბრძოლაში. ლეველში ბევრად უკან არის ვიდრე Rek'Sai და ასევე Rek'Sai-ის საკმაოდ კარგი ბილდი აქვს, იქიდან გამომდინარე, რაფიც არის. სპედავთ. Stalker Blade-ი ახლა. AG. აქ მოკლავს ორიანა ვიქტორს, არა ყამისის. Range და cooldown-ი. როგორც ხედავთ უკვე vision control-შიც არის ძალიან დიდი advantage, ხედავთ როგორ არის განლაგებული Red Team-ის ვარდები უკვე მოწინააღმდეგის jungle-ში. თავის jungle-ი ჩვენურად აქვს დაცული, აქ ხედავთ ერთ ვარდს, აქაც როგორც სკრაბის ვარდი, ასევე ბაფი, ასევე pink ვარდი. დარიუსი ისევ აწვალებს უკონგს. ფარმში განსხვავება ისევ იგივეა. Rek'Sai თავისუფლად მოძრაობს მოწინააღმდეგის ჯანგში, ფარმავს. შესაძლებლობას ელოდება განკისას, თუმცა ეს შესაძლებლობა ნაკლებად ჩანს, იქიდან გამომდინარე ყველა ლეინი იფუშება. ახლა ჯანგში თუ გამოიჭერენ მოწინააღმდეგეს. არა, tower dive-ს ერიდებიან ჯერჯერობით, კორკიც ეხმარება top lane-ზე. აქ mid lane-ზე ორი არიან დარჩენილი, ხოლო სამი მოწინააღმდეგე მიდში გრაგასიც ცდილობს დახმარებას. ტოპსა და მიდ შორის მოძრაობს Rek'Sai, ელოდება თავის მომენტს განკისთვის. ლაპეჟი თავგანწირს ცდილობს ტაუერის დაცვას და არაფერი არ გამოხდეს. აქ ნახოთ ბრაუნმა ვერ მოახერხა ულტის გაკეთება, ტრისტანამ kill-ი აიღო, აქ დარიუსმა გაასწრო და გრაგასიც სულ ოდნავ გადარჩა. ძალიან მშვიდად და წნარად უგებს Red Team-ი Blue Team-ს ჯერჯერობით ყველა კომპონენტში. ნახოთ თუ მოახერხებენ late game-ში გადატანას თამაშისას Destillery-ის გუნდი. მაშინ მათ უკვე ექნება შანსი, მაგრამ ამის საშუალებას Red Team-ი არ აძლევს, ტაუერები უკვე აიღეს პირველი ნაკადი ტაუერებს, აიქ რეკო გადმოვიდა ტელეპორტით დარიუსი, ძალიან კარგი დემეიჯიც გააკეთა, ნახოთ ორნი არიან სამის წინააღმდეგ, დარიუსმა დიდი დემეიჯი მიიღო, უკონგი მოკლა და თვითონაც შეეწირა ამ ყველაფერს. ნუ ამხელა რიცხობრივი უპირატესობით 1-1-ზე გაცვლა მაინც მოახერხა Red Team-მა, ნუ ჩანს მათი უპირატესობა უკვე აშკარაა.
თუმცა ერთი ის არის, რომ ახლა შატდაუნი გააკეთეს დარიუსის და ნახოთ ამ გოლსაში გამოიყენებს გუნდი. 8 არის უკვე სხვაობა გუნდებს შორის. გოლში. ბრაუმი ისევ ცდილობს შილდით დაიცვას ტაუერი. აქ დიდ დემეიჯს იღებს ვიქტორისგან. თითქმის ყველა რეკოლის შემდეგ, როდესაც მიუახლოვდება 10 წამში მხოლოდ დემეიჯს იღებენ, მოთამაშეები ისევ რეკოლი უწევთ. ერთადერთი ეს ორიანა არის, რომ ჯერჯერობით ნორმალურად გამოიყურება მხოლოდ ერთხელ საწყის თამაშის early game-ში მოახერხა მისი დაგანკვა რექსაინ და აიღო კიდევაც კილი. ამის შემდეგ ორიანა არ მომკვდარა და უბრალოდ 3 ასისტი აქვს ახლა მას. ეხმარება ის მაქსიმალურად რაც შეუძლია. აქ ყველა ლეინი იფუშება, ყველა აბსოლუტურად. რედ თიმი ნელ-ნელა მიიწევს წინ. ნახოთ ახლა 45 წამში იქნება დრაგონი. სავარაუდოდ შეტაკებასაც უნდა ველოდეთ დრაგონთან. თუმცა არ ამგონია ეს ბლუ თიმისთვის მომგებიანი აღმოჩნდეს, იმიტომ რომ ძალიან უკან არიან ახლა როგორც ხედავ ტრისტანას უკვე ინფინიტი ეჯი აქვს აწყობილი. საკმაოდ დიდ დემეიჯს აკეთებს ასევე დარიუსიც, რომელიც ბლეკ კლივერით არის უკვე. უკონგმა იამატი აწყო ჰიდრასკენ დავა ალბათ. 10 წამში დრაგონი არის, ხედავთ რომ მოთამაშეები უკვე ინაცვლებენ დრაგონის მიმართულებით. დარიუსი და უკონგი ისევ ლეინზე რჩებიან. აქ ცდილობდნენ რექსაის გამოჭერას, მაგრამ ძალიან კარგი escape აქვს რექსაის. ვიცით ყველამ ეს. როგორც escape ასევე engage. აქ ხელს ვერ შეუშლია. აიღეს მეორე დრაგონიც. მეორე დრაგონის უპირატესობა უკვე არის ტაუერებზე დიდი დემეიჯი. 15% მეტი დემეიჯი აქვს მათ ტაუერებზე. და აქვთ უკვე შესაძლებლობაც, რომ ტაუერზე ფუში განახორციელონ, აგერ 4 ადამიანს უკვე ვხედავთ მიდლეინის ფუშის მცდელობაში და სავარაუდოდ ძალიან მარტივადაც დაფუშავენ. კი, აიღეს მათ უკვე ეს ტურეტი. ვუკონგი არის ჯერჯერობით გამოუსადეგარი თავისი გუნდისთვის. ძალიან აუთფარმი არის, აი ეგ ბრაუმი მოკლეს, გამოიჭრეს, მოდით ნახოთ ეს მომენტი ზუსტად. აი ეგ ბრაუმი გაურბის რექსაის და აქ დახვდა დარიუსი, რომელმაც არ მისცა ამის საშუალება და ძალიან მარტივად მოუღეს ბოლო თამაშები. აქ ინჰიბიტორის ტურეტის დაცვას ცდილობს ბლუ თიმი, ამ ეტაპზე მოახერხეს ახლა. ბრუნდებიან უკან რედ თიმის მოთამაშეები. ბარონამდე დარჩა 1 წუთი. ნახოთ დაიწყებს თუ არა ეგრევე შეტევას რედ თიმი ბარონზე. და თუ ეცდებიან ისინი early game-შივე დაამთავრონ თამაში. ახლა უკვე მე-20 წუთი დაიწყო. ნახოთ მოახერხებს თუ არა გაკაჩოს ლურჯმა გუნდმა თამაშის late game-ში გადაყვანა. ძალიან დიდი უპირატესობა აქვს უკვე red team-ს, რაც ყველაფერში გამოიხატება. 10 კ არის უკვე სხვაობა gold-ში, 4 ტაუერი აქვს აღებული და არც ერთი blue team-ს. 4 ტაუერი red team-ს. ორი დრაგონი. მე ძალიან წდება გული რომ ამ ჩემპიონატზე ვერ ვნახე თიმო. ძალიან მინდოდა მისი ნახვა. მაგრამ როგორც ვიცით თიმოს სერიოზულ მატჩებზე სადაც ტიმფაითებია და გუნდები მონაწილეობას იღებენ და ერთად თამაშობენ, ან როდესაც team game-ი მიდის და არა solo game-ი, ძალიან იშვიათად იღებენ თიმოს. კი, რავი, ალბათ დაიწყებს რედ თიმი, ახლა რექსაის გადასვლას ელოდებიან ბარონზე თამაშს. ბარონი უკვე დასპაუნდა, ხედავთ.
ჩიბა კლაუსის კომენტარს ხედავ, არის თუ არა ეს ბოტებთან თამაშიო, 3-12-ზე რა არისო? არ არის ეს ბოტებთან თამაში ნამდვილად. უბრალოდ Red Team-მა ძალიან კარგად ითამაშა early game-ში და შემდეგ ეს advantage-ის კარგად გამოიყენეს, ხოლო წინა თამაშისთვის რო გვეყურებინა, ძალიან ლამაზი და კარგი თამაში იყო ნამდვილად. ვერ ვიტყვით იმას, რომ ბოტებთან იყო თამაში. ახლა უბრალოდ შეცდომები დაუშვეს რამდენიმე, ან შეგვიძლია ვთქვათ, რომ Red Team-ად ძალიან კარგად ითამაშა. გამოიყენეს ეს advantage-ი, თვითონ შეცდომები არ დაუშვეს და აქედან გამომდინარე, აი აქ კორკიმ გაასწრო, კი გაასწრო, მოცინა არა ვერ გაასწრო, კი გაასწრო. ძალიან საინტერესო უკვე ორი escape-ი გააკეთა. ნახოთ კილი ვერ აიღო ჯერ ვერც ერთმა თიმმა, აქ დარიუსი ცდილობს კილის აღებას. ნახოთ მოახერხებს თუ არა, აქ ერთი კილი დანკი და მეორესაც კი მეორეც. -2 Red Team-ის სასარგებლოდ. აქ გრაგასი ცდილობს დაცვას და აი მოახერხებს თუ არა, არ ვიცი, არა უკვე მგონი ვერ მოახერხებს. ვერა და შეეწირა ამ ყველაფერს, მგონი ჯობდა, მაგრამ ვერ დაიხევდა უკან, რადგან ზღუდავდნენ მას Red Team-ის მოთამაშეები. ერთადერთი შანსი ჰქონდა ვიქტორი მოეკლა, მაგრამ ეს არ გამოუვიდა. ლა მოწინააღმდეგის ბლუსაც აიღებს. სავარაუდოდ ვიქტორი. აქ რეკოლი და შემდეგ სავარაუდოდ ბარონსაც ვნახავთ. უკონგი საერთოდ ვერაფერს ვერ ახერხებს team fight-ებში, ჩემდა გასაკვირად არადაერთი საუკეთესო ჩემპიონი არის team fight-ებში, მისი ultimate-ი. ძალიან ადგება team fight-ში ნებისმიერ გუნდს. ძალიან მარტივი სტრატეგია, რომელიც Red Team-მა გამოიყენა, ეს იყო, რომ solo-ზე line-ში ჯანგლერის კარგი დახმარებით დაჩაგდეს მოწინააღმდეგე და შემდეგ ეს უპირატესობა team fight-ებში კარგად გამოიყენეს, ნახოთ რა გაქცევას ალისტარი. ultimate-ი აქვს ჩართული damage ნაკლები ის, მაგრამ არა, უკონგმა აიღო kili. აქ დარიუსი ეხმარება თავის გუნდს და ძალიან კარგად ვიქტორმა kili აიღო ერთ-ერთი, აქ ნახოთ რას იზავს უკონგი. კომბო გააკეთა ორიანასთან ერთად, მაგრამ არ გამოუვიდა ტრისტანაც. დაიღუპა. ორიანა მოყვა ეს თუმცა -4 Blue Teams და -2 Red Teams. ისევ დიდი advantage აქვთ 6-20-ზე. კილები. შეუძლიათ მათ ახლა ინჰიბიტორის თავისუფლად აღება. აიღებენ კიდევაც დიდი ალბათ. ლაპეჟმა ამ ჩემპიონატზე რაუმით რა თამაშიც გვანახა წინა თამაშებზე, ახლა ეს თამაში მას აღარ გამოსდის. გრიმელიქს თამაშობს ძალიან კარგად, ხედავთ მის ბაქს 7-1-ზე, ძალიან კარგად ტანკავს და ასევე შესანიშნავად აკეთებს დებოლებსაც. Deadman's Plate-იც აღებული აქვს, უკვე ახლა გაიქცევა რაუმი არამოია. მგონი მოახერხებს კორკი გაქცევას პასივი. კი. მოახერხა ორიანას დახმარება. დარიუსი მოკლედ ნაჯახს არ აჩერებს.
აქ ტელეპორტი უკონგისგან, ნახოთ რა სიზავს. აქ კარგი იყო უკონგი ტრისტანაზე ხილი აიღო, ნახოთ რას მოახერხებს გრაგასი მოკლა რექსაიმ. ორიანა მოკლა რექსაიმ ახლა და მიდის ბრძოლა, უმცირესობაში არიან რედ ტიმის მოთამაშეები. ნახოთ ალისტარი თუ გაიქცევა, დარიუსიც მირბის შესანიშნავი ხილი გააკეთა ქილთი. ძალიან დაეხმარა ეს მათ, მაგრამ არა, ნაბიჯ მიყვება. როგორც ვიცით, კარგი მიმყოლი არის ბრაუნ, მაგრამ არა დემეჯს ვერ აკეთებს. აქ ვიქტორი არის, ჩაება თამაში, დაეხმარა გუნდს, 2 ქილი აიღო უკვე. ეს მესამე ტრიპლ ქილი და ვნახოთ ორიანა თუ მოახერხებს გაქცევას, რაშიც ალბათ ეჭვი მეპარება. გაასწრო ლაზერს ფლეშით. ცდილობს გაქცევას და გაიქცევა კიდევაც. არა, დაეწია ალისტარი შესანიშნავად ითამაშა და ქილიც აიღო. ექსეკიუშენი უნდა ორიანას რომ არ მიეცა მოწინააღმდეგისთვის ქილი, მაგრამ არ გამოუვიდა. ალისტარმა კარგად ითამაშა. ძალიან დიდი უპირატესობა აქვს Red Teams, არ ვიცი. ფინალის თამაშია, არ შემიძლია ვთქვა რომ ეს GG-ია, თუმცა ორი მოთამაშე უკვე სოლოზე არის ბარონთან, დაეხმარა ტრისტანაც. ნელა, მაგრამ ძალიან მარტივად ყავა. ბარონს აფექსაი ჩვენს. და ესეც ბარონი. და სავარაუდოდ ეხლა ისინი დაასრულებენ თამაშს, აქვთ ყველაფერი ამისთვის. ჩემი აზრით ამ დიდი უპირატესობის ერთ-ერთი მამამთავარი არის რექსაი, რომელმაც ძალიან კარგი განკები გააკეთა და დარიუსის ძალიან კარგი თამაში, რომელმაც განკი მოიგერია და დაბლ ქილი აიღო და რაც ძალიან დიდი advantage იყო მისთვის ლეინზე. ფაქტიურად დიდი აუთფარმი გაუკეთა მან უკონგს და ის ვერაფერს ვერ ახერხებდა. level advantage-იც მოიპოვა, ფარმიც მითი ქონდა ბევრად, აი აქაც ხედავთ. დარიუსი ძალიან მარტივად განკავს, მაგრამ არა ეხლა უკვე უკონგიც საკმაოდ კარგ დემეიჯს აკეთებს, რაც დრო გადის აი ეგ ტოპში მიმდინარეობს, ასევე split push მიმართავს Red Team-ი, აქ გრაგას გაურკვევლობაშია, რომელ მხარეს დაეხმაროს უკვე აღარ იცის. უკონგმა გადაინაცვლა ტოპ ლეინზე, არა უკან ბრუნდება. ორ ფლანგზე უწევს ბრძოლა Blue Team-ს, ნახოთ მოახერხებენ თუ არა შეკავებას ამ შეტევისას. არა, ეგ დარიუსმა აიღო ტურეტი, ინჰიბიტორსაც ძალიან მარტივად მოუღებს ბოლოს ახლა, უკონგი ვერაფერს ვერ ახერხებს, ვერ ეწინააღმდეგება. გადაინაცვლა ისე თავის გუნდთან დასახმარება, teamfight-საც ელა ეგ ორიანა მოყვა. დაამთავრებს სავარაუდოდ Red Team-ი ამ თამაშს არაფერი არ უშლით, თელს ახლა ალისტარი ტანკავს ბოჩი და კონფლიქტიანი პრობლემა მასზე გადაწყვეტილი. აქ გრაგასი ცდილობს რაიმის გაკეთებას, მაგრამ არა გამოსდის დარიუსმა. დაბლ ქილი აიღო უკვე რექსაიმაც მოკლა და AC-ია GG. ჩვენ ჩემპიონატის გამარჯვებული გახლავთ ენაზე random team-ი. მათ სახელებს ახლა აუცილებლად ჩამოგიწვით, რადგან ქართველმა LoL-ის community-ის წევრებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ჩემი აზრით. მათი სახელები, ვინ რა ნიკით თამაშობდა და ასე შემდეგ. ენაზე random team-ის გუნდი ნიკა ნასარიძე Swift-ით, რომელიც ამ თამაში იყო რექსაი, საბა ძანძავა, სპუკეჰი, ანუ ჩვენი AD carry, ტრისტანა, გრიმ ელიქსი, ლუკა შველიძე, რომელიც ტოპ ლეინზე თამაშობდა დარიუსით, გერგო ჰერმშტეინი, ლუკა კაპანაძე და Crazy Bone ალისტარი. აი ესეთი იყო ენაზე random team-ის შემადგენლობა, ულოცავ მათ ტურნირში გამარჯვებას, ხოლო თქვენ შეგიძლიათ